დარტყმას, რა თქმა უნდა ვერ მოვაცრებ, მაგრამ შეიყვანა და უკვე შემიძლია სათადარიგო ფეხბურთელებზე გესაუბროთ. 6 ნახევარფინალში პენალტების სერიით აჯობა ტორპედომ, თუმცა ძალიან უცნაური პენალტების სერია იყო, 10-5 დარტყმა იყო გაცდებული. სახიფათო ჩაწოდება და ახლოს იყვნენ ახლა ქუთაისელი ფეხბურთელები. ყოველთვის ძალიან დაძაბული მატჩია, ყოველთვის საინტერესო შეხვედრები იმართება და გამონაკლისი არც მიმდინარე შეხვედრა იქნება და პირველ წრეში იცით რომ ტორპედო მოუგო. გითხარით უკვე სახიფათო ეპიზოდი შეიძლება დარტყმა და სტუმრებმა გახსნეს ანგარიში. შეხვედრის მე-6 გატანილი გოლის ავტორი, მისი ეს მესამე გოლი იყო მიმდინარე სეზონში. მან მისთვის სასტარტო სეზონია და ბუნებრივია 3 გოლი აქვს მას უკვე მიმდინარე სეზონში გატანილი. ამ მატჩამდე დიეგო დეისაძემ გაუტანა მეშახტეს და გაუტანა დინამო ბათუმს და უკვე იბერიას ჯერიც დადგა. აჯობა მან ლუქსემბურგელ ვახით სელიმოვიჩ გავიდა ძალიან კარგად და იქ ზუსტად გათვალა ყველაფერი. ხედავთ მეკარის მოძრაობას და მეკარის მოძრაობის საპირისპირო დაარტყა. ალბათ უფრო ისინი ცენტრიდან არიან და ფლანგებიდან კოხრეიძე, უკაც რავთ, გუდუშაური, ბედოშვილი აქ შეიძლება დარტყმა შორი მანძილიდან გაუვარდა მეკარის დამატებაზე კლიაიჩი. განმეორებით იმ ცოტა ითამაშა, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ რომ ითამაშა ფეხბურთი და ის ფეხბურთი ითამაშა, რასაც ელიან მისგან გულშემატკივრები. კიდევ ერთი შორეული დარტყმა და ამჯერად უკვე დადიანის დარტყმული. კიდევ უფრო წინ პასი კოხრეიძემ, ნახოთ ნადარაიას გაუყოლა ბურთი, ნადარაიას გადაცემა, პასი ალბათ საჭირო. დეისაძეს უნდა დაერთხა, ალბათ არაბიძეს დაუტოვა. ოხრეიძე კიდევ ერთი კარგი გაგრძელება, ნახოთ შორეული დარტყმა კარგი, მაგრამ არაზუსტი ოდნავ მეკარე მოიგერია. ეროვნულ ლიგაში მიმდინარე სეზონში გუდუშაური გაიხსნა, მისი მისამართით გაკეთა ძალიან კარგი გადაცემა. გუდუშაური საჯარიმოშია, ნახოთ რას იზავს და კლიაიჩი ყოჩახ სერბი მეკარე გრძელდება იერიში. ბედოშვილი უკან გაკეთებული გადაცემა, ბარტიშვილი უნდა დაარტყას, თუმცა ცუდად გამოუვიდა. სუდად გამოუვიდა. მანეს გამოაქვს გადმოვარდნილ ბურთზე დადიანი უკან აკეთებს გადაცემას ჩინჯოლავოს მისამართით. ნახოთ რას იზავს აქ იბერიას კაპიტანი, ისეთი არასამუშაო ფეხით ცდილობდა კარის მართულები დარტყმა, სუსტი გამოვიდა და დაიბლოკა მისი დარტყმა. კიდევ ერთი ჩაგდება აქ გუდუშაურის მისამართით. გუდუშაურმა წყინვალე გოლი გაიტანა, მოახერხა, მოიგო აქ საჰაერო ორთაბრძოლა და გუდუშაური გატანილი გოლის ავტორი. არ აღნიშნა გოლი ჯუნგლების მისამართით, გაიშვირა ხელი და ყოჩახ ბაატა გუდუშაური. ხედავთ აქ ნადარაიას აჯობა და კლიაიჩი ვეღარ მიჩნდა. გუდუშაურის მე-4 გოლი მიმდინარე სეზონში, 34 ზოგადად ეროვნულ ლიგაში. ერთი დეტალი გუდუშაურმა გააძლიეროს თამაში, ხედავ გოშთელიას ერთი რომელიც შემოდის და აქ სახიფათო ჩაწოდება, ზაგანიამ თავი დაარტყა, მაგრამ არაზუსტია. პასუხო კონტრიერიში გუდუშაური პასის გაკეთება მოახერხა, დადიანი ალბათ მარცხნივ გააგრძელებს თამაში კი ლუკას კაფე შეჩერდა უკან პასი ჯინჯოლავა ჩააწოდა დასწრებაზე გოშტელიანი. აი კარგი გადაცემა შეიძლება გამოვიდეს აქ და ნახოთ რას იზავენ იბერიას ფეხბურთელები. არ არის ზუსტი ეს დარტყმა, შანსი, არანაირი შანსი არც ერთ არც მეორე გუნდს. სატურნირო ცხრილზე გითხარით, ყველაფერი დღევანდელ შეხვედრაზე